თქვენ გჯერათ მისი უდანაშაულობა? და არც არის ხოლმე აუცილებელი ადვოკატს ზოგადად სჯეროდეს. ადვოკატი კუბლაშვილი აცხადებს, რომ არ არის საჭირო ადვოკატს სჯეროდეს კლიენტის. ეს გარკვეულწილად ასეა, რადგან არც საქართველოს კანონმდებლობაში და არც საერთაშორისო აქტებში არსად სიტყვას თქვით პირდაპირ არ წერია, რომ ადვოკატს ევალება სჯეროდეს კლიენტის ვერსიის. თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი რამ წერია, რომ ადვოკატი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს თავისი პროფესიული მოვალეობები და ეფექტურად დაიცვას კლიენტის უფლებები კანონით გათვალისწინებული ყველა საშუალებით. ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობა ეფუძნება ნდობას და კონფიდენციალურობის პრინციპს. კანონი იმიტომ იცავს ადვოკატ-კლიენტს შორის ურთიერთობას კონფიდენციალურობის საფარველით, რომ კლიენტს არ შეეშინდეს ადვოკატის მიმართ სრული გულწრფელობის და ინფორმაციის გაზიარების. მე არ ვიღებ ისეთ საქმეს, სადაც არ ვამართლებ კლიენტს ან სამართლებრივად, ან მორალურად და რაც მთავარია უნდა ვიცოდეს სრული სიმართლე. რატომ? იმიტომ რომ თუ ადვოკატმა არ იცის რა მოხდა სინამდვილეში, ის ვერ შეძლებს დაცვის სტრატეგიისა და ტაქტიკის სწორად აგებას. შესაძლოა სხდომაზე პროკურორმა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომლის გაბათიების შესაძლებლობაც დაცვის მხარეს ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე შეეძლო შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების, თუმცა მათ ეს შესაძლებლობა გაუშვეს, ვინაიდან კლიენტმა დამალა მნიშვნელოვანი ფაქტები. და ამით პირველ რიგში ზიანდება თავად კლიენტის დაცვის უფლება. ამიტომ ყოველთვის ვამბობ, როგორც მოხდელს აბარებთ ახსარებას თქვენი სულიერი ხსნისთვის, ისე ადვოკატს უნდა გაანდოთ სრული სიმართლე თქვენი ეფექტური სამართლებრივი დაცვისთვის.